დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ფიქრობთ, რომ უჩვეულოდ ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას და ეს ასეც უნდა იყოს. ლოგიკურია წუხანდელი ღამის შემდეგ და ლოგიკურია იმ განცდების ფონზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. რასაკვირველია, უნდა მოგილოცოთ ძალიან დიდი სიამაყით და ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ ხდებით გულშემატკივრები, რასაკვირველია ამაში უჩვეულო არაფერია, იმიტომ რომ ერთი ადამიანის მეორეს მიმართ მხარდაჭერა არის ჩვენი არსებობის მთავარი არსი. რატომ ვართ ადამიანები? მაგრამ როდესაც ნებით მთელი ქვეყანა ხდება გულშემატკივარი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი შედეგი და ასეთ შემთხვევაში გამარჯვება იყო ის, რამაც განსაკუთრებული განცდა შეძინა წუხანდელ ღამეს და განცდა, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაყვება მთლიანად ქვეყანას. რასაკვირველია, როდესაც ჩვენ წარმატებებზე, გამარჯვებებზე ვსაუბრობთ, ეს არის ადამიანის განსაკუთრებული შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანი ამჟღავნებს. შესაძლებლობა, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან და საკუთარ გამარჯვებას თუ წარუმატებლობას ერთმანეთთან თანაზიარობით შემდეგ საზოგადოებას აჩვენებენ. ასეთია ფეხბურთი, ასეთია გუნდური თამაში, ასეთია საზოგადოების არსებობის წესი და ამას აკეთებს ადამიანი ოჯახის შიგნით, ოჯახის გარეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ კომპონენტზე. და ჩვენი გადაცემისათვის ეს უჩვეულო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე და რომ ჩვენი ურთიერთთანადგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას ყოველი გადაცემიდან გიზიარებთ და დღევანდელი დღე ამის საუკეთესო მაგალითია. იმ გამარჯვების ფონზე, რასაც ვზეიმობთ და იმ თარიღის ფონზე და იმ თარიღის გათვალისწინებით, რომელიც დღეს გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ აუცილებლად ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე და ვსაუბრობთ დღეს განსაკუთრებული განცდით, იმიტომ რომ სწორედ დღეს ამ დროს არ ვაცრულებთ ხოლმე ჩვენ როგორც წესი სატელევიზიო სეზონს, მაგრამ დღეს არის ის თარიღი მიმდინარე სატელევიზიო სეზონის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ერთგვარად შევაჯამებთ ჩვენ სათქმელს და შევაჯამებთ ერთი კონკრეტული თარიღის გათვალისწინებით. რასაკვირველია, ჩვენ სექტემბერში ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ ადამიანზე ვისაუბრებთ, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს დამატებითი საბაბი ურთიერთმხარდაჭერაზე, ადამიანურ ფასეულობასა და ღირსებაზე ვისაუბროთ კონკრეტული ადამიანის ისტორიის გათვალისწინებით. დღეს მთელი მსოფლიო ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს. რატომ არის საგანგებოდ ეს თარიღი გამოყოფილი? ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ შეცვალა კაცობრიობის აზროვნება და რატომ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, ადამიანის სიცოცხლის მიმართ, ჩვენი სიცოცხლის ფასეულობის მიმართ? აი ამაზე იქნება დღევანდელი ჩვენი გადაცემის გარკვეული ნაწილი, თუმცა იქნება იმაზედაც, რატომ არის საჭირო ჩვენი გადაცემა, რატომ არის ადამიანი მთავარი და ადამიანისთვის რა არის მთავარი. და ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მიგთხოვთ სულ რამდენიმე წუთით განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ იმ სიტყვებს, რაზედაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით. ჩვენ ვხედავთ, ჩვენ შევიგრძნობთ, ჩვენ შეგვიძლია სუნის შეგრძნება, ჩვენ შეგვიძლია გემოვნების აღქმა, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ და ასე მივიღოთ ინფორმაცია სამყაროსგან. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ მე ვერაფერს ხედავ. და ასეთ შემთხვევაში ჩემს გარშემო არის სიბნელე და მიუხედავად იმისა, რომ მე მესმის ხმები სამყაროსგან მიღებული, მე ვერ ვხედავ და შესაბამისად ჩემი ინფორმაცია არის ძალიან შეზღუდული, რადგან მხედველობით მიღებული ინფორმაცია 90%-ია გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციით. მოდით ახლა შევცვალოთ სურათი. დავინახოთ და წარმოიდგინეთ, თქვენ მე მხედავთ და არ გესმით ჩემი ხმა. დაუბრუნდეთ მდგომარეობას, როდესაც გესმით, როდესაც მხედავთ, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც ვერც მხედავთ და არც გესმით. ერთი დიახ,
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები. სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა პაუზა, როდესაც თქვენ მე ვერც მხედავდით და არც გესმოდათ. მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან რთულია. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში შეიგრძნო ის სივრცე, რომელშიც ვარსებობთ, ის გარემო, რომელშიც ვარსებობთ, ის სამყარო, რომლის ნაწილიც ვართ და როგორია იმ ადამიანების განცდა და მდგომარეობა, ვინც ასე ცხოვრობს. როგორია იმ ადამიანებისათვის სამყაროსეული გამოცდები, ვინც ასე ცხოვრობს ყოველდღიურად. და ჰელენ კელერის ისტორია სწორედ ამის განსაკუთრებული დასტური გახლავთ და რაც თავარია, განსაკუთრებული მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამას ნახავს და მოისმენს. ჰელენ კელერი დაიბადა 1880 წლის 27 ივნის ალაბამაში. ის პირველი ყრუოსნათლო ადამიანი იყო, ვინც კოლეჯის დიპლომი აიღო. ჰელენი დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა. ის 19 თვის იყო, როცა ქუნთრუში შედეგად დაკარგა სმენაც და მხედველობაც. მშობლები ძალიან განიცდიდნენ ბავშვის ასეთ მდგომარეობას. მათ მიმართეს სხვადასხვა დაწესებულებებს და ითხოვდნენ ბავშვისთვის პედაგოგს. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ანა სალივანი, რომელსაც თავად ჰქონდა მხედველობის პრობლემა. It is not blindness or deafness that burns me like that. ეს არ არის სიბრმავე ან სიყრუე. ეს არის ჩემი არსებობა სიბნელეში. ანა ჰელენს დაეხმარა და ეძლია გარიყულობა, რაც ენის თითქმის სრულად არარსებობით იყო გამოწვეული. ის ჰელენს ხელისგულზე უწერდა სიტყვებს და ამგვარად ახდენდა მისი კომუნიკაციის სტიმულირებას. დაწერილი პირველი სიტყვა გახლდათ თოჯინა. She feels the G, the high G. On the lips she feels the B. I am not dumb now. თავდაპირველად ჰელენისთვის დამაბნეველი იყო ის, რომ თითოეულ საგანს კონკრეტული სახელი ჰქონდა. ერთი თვის შემდეგ მას უნდოდა ყველა საგნის სახელი ცოდნოდა, რასაც ის ეხებოდა. პირველი რაც ჰელენმა იგრძნო, იყო ის, როდესაც ანა მას ხელზე ცივი წყალი დაასხა. ხელისგულებზე სიტყვების წერა ჰელენის მამამაც ისწავლა, რომ ჰელენთან კომუნიკაცია დაემყარებინა. ანა ჰელენის ინსტრუქტორი იყო თითქმის 59 წლის მანძილზე. ჰელენი ძალიან აქტიური ქალი გახდა. მან 12 სამოტივაციო წიგნი დაწერა. იგი ხვდებოდა მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებსაც სტიმულს აძლევდა და უყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ის ბევრს მოგზაურობდა, ხვდებოდა პრეზიდენტებს და პოლიტიკოსებს. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხალხის ინტერესთა დამცველი გახდა. მის ცხოვრებაზე გადაღებულია უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. მან შეაგროვა თანხა, რომელთაც უსინათლო ადამიანებს ეხმარებოდა. იგი 1968 წლის 1 ივნის 87 წლის ასაკში გარდაიცვალა კონექტიკუტში. ეს არის მხოლოდ იმედგაცრუება, იმის გამო, რომ მე არ შემიძლია აღვიქვა საუბარი. როდესაც ამ განსაკუთრებულ ისტორიას ისმენდით, თქვენ გქონდათ საშუალება თალყური გედევნებინათ ადამიანისთვის, რომელიც ეკრანზე, პატარა ფანჯარაში ამ სათქმელს უზიარებს კონკრეტული საჭიროების მქონე ადამიანებს. ეს ქალბატონი ესმა იაკობაშვილია. ამ ფანჯარაში ჩნდებიან ხოლმე მაია კუბლაშვილი. როდესაც ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და სურდო თარგმანით დაიწყო გადაცემის გაზიარება საზოგადოებისათვის, რუსტან მაჭარაშვილს გაგახსენებთ ჩემს კოლეგას, რომელიც ახლა
ჭიელი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი გახლავთ. თუმცა ხმა, რომელიც რგოლის მოსმენისას თქვენ თან მიყვებოდათ, ეს ხმა ეკუთვნის ლეკე ჯაფოშულს, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი, ჩვენი გუნდის სურდოთარჯიმანი და რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში იმყოფება ლეკე დილამშვიდობისა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი გადაცემისთვის, ბევრი მიზეზის გამო. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი საქართველოში დავიწყეთ ჩვენ. პირველად საზოგადოებას ამის შესახებ ვამბეთ ჩვენ და რაც თავარია, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ყველამდე. უფრო მეტიც, ჩვენმა ურთიერთობამ განსაკუთრებული დაატვირთვა შეიძინა და გაჩნდა განსაკუთრებული პროექტები, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრი ადამიანის საჭიროებას. რა დაატვირთვა აქვს ასეთ მაგალითებს? რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი მაგალითი? არა მარტო კონკრეტული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. მარი მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მიულოცო გამარჯვება, ნამდვილად საოცარი თამაში აჩვენეს. რაც შეეხება ჰელენ კელერის ისტორიას, ფაქტობრივად უკვე გადაცემაში მთლიანად მოყოლილი არის ისტორია. ეს მაგალითები ძალიან ეხმარება და აძლევს мотивაციას არა მარტო სმენის სირთულის მქონე ადამიანებს, არამედ სმენის მქონე ადამიანებსაც, რომ ფაქტობრივად შესაძლებლობები არის შეუზღუდავი, ხო? თვითონ სმენდაქვეითებული ადამიანებისთვის ეს არის მაგალითი, რომ მათ შეუძლიათ განვითარდნენ, მიაღწიონ წარმატებას. პარალელი რო გავავლოთ ჰელენ კელერის ისტორიასა და სმენის სირთულის მქონე ადამიანის ისტორიას შორის, ზუსტად იგივენაირად იწყება. ის რომ ჰელენ კელერს ასწავლეს სიტყვის დაწერა, ეს არის შეგრძნებით, ხომ? ანუ მას პირველი სიტყვა დაუწერეს თოჯინა, რომლითაც ის მან შეიგრძნო ეს სიტყვა და აღიქვა, ხო? სმენის სირთულის მქონე ბავშვების და ადამიანების შემთხვევაში თავიდან ვიწყებთ სიტყვის ხატის სწავლებას სწორედ ვიზუალური ბარათებით, ასე ვთქვათ, ხო? და ამ ბარათებთან ერთად აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას ჟესტურად. მაგალითად, ბარათი თოჯინა და ვეუბნებით, რომ ეს არის თოჯინა. მას უკვე ვიზუალური სტიმულით ამახსოვრდება, რომ ეს სიტყვა ნიშნავს თოჯინას და ძალიან საოცარი მაგალითია თვითონ ამ ადამიანის ისტორია სმენის სირთულის მქონე ადამიანებისთვის, რომ მას ჰქონდა არა მარტო სმენის პრობლემა, არამედ მხედველობის პრობლემაც, რაც ასე ვთქვათ ორმაგი ტვირთი არის ნამდვილად და საოცარი მაგალითი გახდა ყველასთვის. მე მგონი სოფიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ნამდვილი мотивация მისცა ამ ადამიანებს. და თავისი არაერთი შრომა დატოვა ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ გადავხედავთ, რამდენად პროდუქტიული იყო მისი საქმიანობა, ძალიან ბევრი გამოცემა ამას ადასტურებს, ანუ ის წიგნები, რომელიც მან დატოვა. არა მარტო კონკრეტული ისტორია და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადაპტაციის მაგალითები ჩვენ გვაქვს ყოველდღიურობაში. თუნდაც შენ გაქვს მაგალითი, რომელიც შეიძლება ოჯახიდან გაუზიაროს საზოგადოებას. როგორ ხდება ასეთ შემთხვევაში ადამიანების რესურსების მობილიზაცია, შეგუება იმ მდგომარეობასთან, რომელშიც ის აღმოჩნდება? ზოგადად არის რაღაც განსხვავებული მახასიათებლები, რაც სმენის სირთულის მქონე ადამიანებს ახასიათებთ განსხვავებულობა სმენის მქონე ადამიანებისგან. ხო, ოჯახურ მაგალითზე დაღმობით, რომ ვთქვათ, ჩვენ ვინც ვართ სურდოთარჯიმნები და ჟესტურიანი სპეციალისტები, ძირითადად ვართ ადამიანები, რომლებსაც გვეძახიან კოდას და მე განვმარტავ ამ აბრევიატურას, ეს არის ინგლისური აბრევიატურა და გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი რა ინგლისურად, რომ ეს არის Child of Deaf Adults. ანუ სმენის სირთული მქონე მშობლების შვილი და ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ოჯახში მსგავსი შემთხვევები და ანუ ეს არის ასე ვთქვათ სოციალური ქცევა და ნიშანი, რომელიც გამოყოფს ამ ადამიანებს, მაგალითად ის რომ ოჯახში როდესაც სტუმარი მოდის, ჩვენ არ გვაქვს კარზე ხმოვანი სიგნალი. ანუ კლასიკური ზარი. კლასიკური ზარი. გვაქვს ზარი, რა თქმა უნდა, რომელიც ანათებს და ყველა ოთახში არის ვიზუალური სტიმული, რომლითაც ხვდება ადამიანი, რომ სახლში სტუმარი მოდის. ან მაგალითად, ძალიან ხელსაყრელია, როდესაც საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში არიან სმენის სირთულის მქონე ადამიანები, სტუდენტები, მოსწავლეები. როგორც ფსიქოლოგები ვეძახით, ეს არის გარემოს აკომოდაცია, ასე ვთქვათ. მერხები ლაგდება იმ განლაგებით, წანწრიულად ან უასოს ფორმის მიხედვით, სადაც სხედან სმენის სირთულის მქონე ადამიანები და ერთმანეთს კარგად აღიქვამენ ვიზუალურად და ესაუბრებიან ჟესტურ ენაზე. კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რომ ქუჩაში შეიძლება ჩვენ გადავადგილდებოდეთ და პარალელურად შეგვეძლოს თან საუბარიც.
მეტყველება თან მოძრაობაც, მაგრამ სმენის სირთულეს მქონე ადამიანის შემთხვევაში მან შეიძლება დასახულ დისტანციას ძალიან ნელა მიაღწიოს, იმიტომ რომ ისინი ჩერდებიან რამე სასაუბრო თუ აქვს და ერთმანეთს ესაუბრებიან ჟესტურად, ანუ თან ვერ მოძრაობენ და თან ჟესტურად არ საუბრობენ. ეს რაღაც თავისი მახასიათებლები ამ საზოგადოებას აქვს. რომელიც რეალურად აღმოჩნდა სამარჯვები ადაპტაციისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საუბრის გაგრძელების, მაგრამ ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, მე მინდა მაყურებელს შევახსენო ერთი არაჩვეულებრივი რგოლი, რომელიც ჩვენი გადაცემის რეჟისორის გვანცა მეფარიშვილის და შენი თანამშრომლობით შეიქმნა და ძალიან საინტერესო ახალგაზრდების ჩართულობით, რომელთა შესახებაც იტყვი აუცილებლად, თუმცა ჩვენ ეს ტრადიცია გავაგრძელებთ და კიდევ ერთ ახალ რგოლს შევთავაზებთ, თუ მაშინ გალაქტიონი იყო, ახლა ანა კალანდაძეა და ახალი რგოლის პრემიერა დღეს ჩვენს გადაცემაში. როდესაც ჩვენი გადაცემა თავის დამოუკიდებელ პროდუქტს ქმნის, ეს არის განსაკუთრებული სიყვარულით გაზიარებული სათქმელი. ეს არ არის მარტო ვიზუალურად, ანუ დასანახად მოთხრობილი ისტორია. ეს არის სათქმელიც და დამოკიდებულებაც ამ საკითხების მიმართ. თუმცა საზოგადოებაში არის გარკვეული სტერეოტიპები, მაგალითად, როდესაც ჩვენ თითქოს ვიცით სირთულეების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონკრეტულ სიტუაციაში ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს დამოკიდებულებას. და ბავშვები, რომლებიც ამ რგოლში მონაწილეობდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენზე და როდესაც ჩვენ ამ ბავშვებთან თანამშრომლობთ, ეს აუცილებლად უნდა უთხრათ საზოგადოებას, ვინ არიან ისინი. ისინი არიან სმენის სირთულეს მქონე მოსწავლეები, 203 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დაამუშავეს ანა კალანდაძის ლექსი თუთა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს არის დამუშავებული თვითონ სასკოლო შემოქმედებითი ჯგუფის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ პედაგოგები და მინდა აღვნიშნო, რომ არ არის მარტივი ჟესტურ ენაზე მსგავსი სალიტერატურო ლექსების, პოემების, სპექტაკლების დამუშავება ჟესტურ ენაზე, იმიტომ რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტ ასე ვთქვათ, შესაძლებლობას და უნარს, რომ უფრო მეტად გავაკანო, ასე ვთქვათ, ჟესტურად უფრო მეტად დამუშავდეს და საოცარი ბავშვები არიან, ნამდვილად არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა გავრცელებულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მაინც რომ მოგვიყვანო, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს გადაცემიდან საზოგადოებას ვაჩვენებთ სხვაგვარ ხედვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ხომ არ ვართ ადაპტირებული ასეთ ინფორმაციასთან და ასეთი რამ შეიძლება აღმოჩნდეს ყოველდღიურად ყოფით სიტუაციაში. კი, საზოგადოებაში არის ძალიან ბევრი, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დისკრიმინაციის მაგალითები და მე უფრო ალბათ გავამახვილებ პოზიტიურ დისკრიმინაციაზე, იმიტომ რომ აი მაგალითად მედიის წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ ხოლმე ინფორმაცია, როგორ მიუდგნენ და როგორ დამოკიდებულება ჰქონდეთ სმენის სირთულის მქონე რესპონდენტთან. ხო, აი, მქონია მე პირადად შემთხვევა
განსხვავები და ძალიან ბევრ თარჯიმას დარწმუნებული ვარ, როდესაც ხდება რესპონდენტის ჩაწერა, უნებურად ჟურნალისტს დაუწყება გაუცნობიერებლად აწვის მიკროფონს, როდესაც არის ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანი. ხო, ანუ მე არ გულისხმობ, რომ ყველა სმენის სიტყვის მქონე ადამიანი სარგებლობს ჟესტური ენით. ხო, ანუ ცხადია არიან ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ ჟესტური ენით და ეგრეთ წოდებული ხმის ჩვენს ენაზე რომ თქვა პეტლიჩკას უმაგრებენ ხოლმე სმენის სიტყვის მქონე ადამიანებს და მე აცნობიერებენ, რომ ეს რაღაცნაირად გაუცნობებელი შეცდომა მოუვიდა. თუმცა ეს არ არის მათი დანაშაული, უბრალოდ არ ხდება ინფორმაციის ამაღლება. ხო, ანუ რაღაცა ცოდნის გადაცემა ამ ყველაფრის შესახებ. არა მარტო სმენის სიტყვის მქონე ადამიანებთან მიდგომის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად შეზღუდული სიცოცხლების მქონე პირებთან ურთიერთობის უნდა დაგითხროს ნამდვილად ასეა და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ურთიერთობა ამ ადამიანებთან ადასტურებს, რომ საზოგადოებას უნებურად მოსდის შეცდომები და სათანადო ინფორმაციის და განათლების შემთხვევაში ძალიან ბევრი ასეთი შეცდომა შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა და გადაცემის როლი იმ თემისთვის, როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ კადრს მიღმა და აი გადაცემის დაწყებამდე ესმასთან ერთად, როდესაც საუბრობდით, ის სწორედ თემს ახსენებდა, იმიტომ რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის ჩვენ მიგვაქვს სათქმელი და მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე პანდემიას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობას, როდესაც მაგალითად გიწევდა ყოველდღიურად სამედიცინო რეკომენდაციების მიტანა ამ საზოგადოებამდე და შუამავლის როლს ასრულებდი. მაგრამ ჩვენ გარკვეული ადაპტაციაც ვცადეთ ტერმინების თვალსაზრისით და ეს ყველაზე დიდი სამუშაო იყო, რომელიც თქვენ გაწიეთ. რას ნიშნავდა სამედიცინო ტექსტების, ინფორმაციის ადაპტაცია იმისათვის, რომ არა ვთქვათ იმ ადამიანებისათვის, ვისაც ესმის, ხედავს, არ მხოლოდ ამ ადამიანებისათვის, არამედ გარკვეული სირთულეების მქონე ადამიანებისთვისაც გასაგები ყოფილიყო. აუცილებლად უნდა ითქვას, მაგრამ მე ბევრჯერ გამიმეორები, აპირადად შენთან ის ამბავი, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავთ გადაცემას, ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ სანამ გადაცემაში შემოვალთ, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე განსხვავებული ტერმინოლოგია, განსხვავებული ისეთი ტერმინები, ვთქვათ, ან ისეთი დაავადებები ან სინდრომები, რომლებიც ჩვენ არ გვესმის და ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ, სამედიცინო განათლება მიღებული, ყოველთვის ვათანხმებთ ხოლმე თქვენთან, ან ვკითხულობთ, რომ ვთქვათ, ეს რა დაავადება და ამის მიხედვით უკვე ჩვენ თვითონ შინაარსობრივად ჟესტურად ვარგებთ მაყურებლის, ანუ ვთქვათ, ენის ცოდნას, ხო? და ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან გაგვიმართლა, რომ ყოველთვის სტუმრები ძალიან მარტივიანით საუბრობენ ხოლმე, არ რთულებენ ასე ვთქვათ და რაც ხელს გვეხმარება, რომ მარტივად მივაწოდოთ საზოგადოებასაც და აი ეს მუშაობაც რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანია და შეგვძინა ცოდნა ჩვენს პირადად ძალიან ბევრ რამეზე და დამეთანხმები ალბათ ჩემი კოლეგებიც, რომ ეს ნამდვილად ასეა და ძალიან ბევრი მაყურებელი ყავთ. შეიძლება ისინი უშუალოდ ვერ არიან ჩართულები რაღაც გარკვეული ტექნიკური თვალსაზრისის გამო, რომ ვერ რეკავენ ეთერში, თუმცა ყოველთვის აქვთ კითხვები და ამ კითხვების მიმღებები ვართ ჩვენ, სურდათარჯიმნები, რომლებიც მე უკვე თქვენ გადმოგცემთ და უკეთ საზოგადოებასთან გვაქვს დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია, ასე ვთქვათ. ძალიან სასიამოვნო რგოლის, ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის და დღეს, როდესაც ჩვენ რამდენიმე ამოცანას ვასრულებთ, ძალიან დიდი სიხარულით მიუსვლოცეთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც ის განცდა, რომელიც წუხანდელი ღამიდან მოყვება. ამით დავიწყეთ გადაცემა და ჩვენ ჯანმრთელობისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა რომ ფეხბურთია საუბარი. ჩვენ დღევანდელი თარიღი საზოგადოებას გავახსენეთ არა იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორია აქვს მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანია მაგალითის ზალა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის мотиваციის წინაპირობა და ეხმარება მოიკრიბოს ძალა, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, გადალახოს ეს სირთულეები და იპოვოს ადგილი ამ სამყაროში. და გვაქვს საშუალება სწორედ ამ წახნაგით შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემით, წლევანდელი ჩვენი სატელევიზიო სეზონი და ვთქვათ, რომ ადამიანების ცოდნა ერთმანეთის შესახებ და ადამიანების ურთიერთმხარდაჭერა არის გადამწყვეტი მომენტი. ძალიან დიდ მადლობას გეტყვის შენ ახლა ამ წუთას, იმიტომ რომ სტუდიაში ხარ. ესმას ვეუბნები ძალიან დიდ მადლობას, რომელიც ახლა უძღვება სურდოდ თარგმანს. მაიკოს ვეუბნები ძალიან დიდ მადლობას და რუსოს, რომელიც ამ წუთას ამერიკაშია, მაგრამ ჩვენი ჯგუფის და გუნდის განუყოფელი
სოფელი ნაწილია. და ვიდრე გავაგრძელებთ გადაცემას, მე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ დიახ, ჩვენ საუბრობთ ხოლმე ადამიანების შეზღუდულ შესაძლებლობებზე. და უნებურად აუცილებლად საუბრობთ საზოგადოებაზე, იმიტომ რომ თუ საზოგადოება არის სათანადოდ მომწიფებული, სათანადოდ განათლებული, მაშინ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ცხოვრება ადასტურებს იმას, რომ ადამიანების შესაძლებლობები შეიძლება და უნარები აღმოჩნდეს შეუზღუდავი. და დღევანდელი ჩვენი გადაცემა ალბათ ძნელად მოუყრიდა თავს ყველა იმ პროექტს, რომელიც აქვს გადაცემას, ყველა იმ რუბრიკას, რომელიც აი ამ პროექტების ფარგლებში დაიბადა და ჩვენ გვაქვს მშობლისდღიური, გვაქვს დღეგრძელობა, გვაქვს ოჯახი, მე დავამარცხე კიბო, ჩვენ გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობები და შეუზღუდავი უნარები და მრავალი სხვა რუბრიკა და დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი, რომელიც უნდა ახლა ერთად ვნახოთ, არის ერთგვარი თავმოყრა ძალიან ბევრი ნიშნით ჩვენი სათქმელისა და ისტორია, რომელიც სანდროს უკავშირდება, არის განსაკუთრებული. თავად მან უამრავი გამოცდა ჩააბარა ცხოვრების ბისეული და პრაქტიკულად ყველა ის რუბრიკა, რომელიც მე დავასახელე, ერთგვარად თავს იყრის მის პირად ისტორიაში ქრისტიშანავას მორიგი სიუჟეტი. თავდაპირველად რო იბადება უსინათლო და შემდგომში, როდესაც ხედავს რამოდენიმე წელი, ეს იქნება 10, 12, 20 და შემდგომ რო კარგავს სრულიად ხედელობას, ძალიან რთულია. ცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრების წესით და უცებ ბრახ და ხდება ეს რომ ვერ ხედავ, იწევს ადაპტირება ყველაფერთან, იმას ვერ აკეთებ, რაც შეგეძლო და ასე შემდეგ. ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის გადატანა. მე ვარ სანდრო ზუხბაია, აფხაზეთიდან დევნილი, კონკრეტულად ქალის რაიონიდან. ძირითადი რაც იყო თავისთავად სიმსევნე, რამაც დამაკარგინა ხედველობა. და უშუალოდ ამის გამო მქონდა ხედველობის დაქვეითება და რა პრობლემებიც მაქვს დღეს. საშინელი თავისკიველები მქონდა. აი უბრალოდ მინდოდა ოპერაცია გამაკეთებინა და გაეარა და არ ყოფილიყო ეს საშინელი თავისკიველები. პოსტოპერაციის შემდგომი პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის რთული არა რამდენადაც ოპერაცია. ძალიან რთული იყო, მაგრამ უკვე მივეჩვია. დღეს როგორც ხედავთ, ვარ ჩვეულებრივ, უბრალოდ ის არის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში მქონდა იმის შიში, რომ რამე ისევ რომ გართულებულიყო, მაგრამ არა. ჩვეულებრივ ვაგრძელებ სწავლას, ვაგრძელებ კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას, არაერთ კონფერენციაში მიმაღია მონაწილეობა. ჩემი, ასე ვთქვათ, არჩევანი იყო ისტორიის მიმართულება ამ უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, ასაკით მეტაკლებად ყველაზე პატარა ვარ 18 წლის, სწავლობ ისტორიის ფაკულტეტზე და ვარ მეორე კურსის სტუდენტი. რაღაცების მტკიცება მიწევდა და რაღაცების მტკიცება დღემდე მიწევს. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს, უნდა იაქტიურონ ადამიანებმა ყველანაირად ეცადონ, რომ ჩვეულებრივად ცხოვრონ, ჩვენ არ ვართ სხვა ხალხი, პირიქით არ უნდა იყოს, ანუ ის უსინათლოა, მე ის არ შემიძლია, ეს არ შემიძლია. გააჩნია ადამიანს ხედელობა არ აქვს, მაგრამ აქვს სხვა უნარი, რა უნარიც შეიძლება მხედველს არ კონდეს. არ უნდა იყოს უსინათლო ადამიანი და ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი თავისთავში ჩაკეტილი პირიქით უნდა იაქტიუროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ რაც გამოსდის და რაც შეუძლია მაქსიმალურად ის უნდა აკეთოს, რაც მას უნდა. გითხარით, რომ ამ პროექტმა, ამ დღევანდელმა სიუჟეტმა თავი მოუყარა ყველა იმ რუბრიკას და პროექტს, რომელსაც უძღვებოდნენ ელენე პაპიაშვილი და ქრისტიშანავა მთელი წლის განმავლობაში და რომელიც სხვადასხვა ისტორიით გაგვიზიარეს მათ გადაცემების მსვლელობისას. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილზე და საუბრობთ ხოლმე მთავარ სათქმელზე, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც
ყოველთვის აჯამებს ჩვენს გადაცემას. ეს არის კვებითი შუქნიშანი და რუბრიკა, რომელიც არ არის მხოლოდ კვებაზე. ფერებთან ასოცირებული ჩვენი რეკომენდაციები ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ამაზე ყოველდღე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ არაუბრალოდ იმიტომ, რომ კონკრეტული დაავადების დროს რომელი საკვებია უმჯობესი, ამაზე გავამახვილოთ მხოლოდ ყურადღება. არამედ ვისაუბროთ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ადამიანის საკვების სახით ყოველდღიურად მოიხმარს. იმ სოციალურ ურთიერთობებზე, რომელიც კვების პროცესს ახლავს თან და იმ პასუხისმგებლობებზე, რომელიც საკვების შერჩევისას, საკვების მომზადებისას, საკვების შენახვისას, ან საკვების ურთიერთგაზიარებისას უნდა გავითვალისწინოთ. ფერებთან დაკავშირებული ასოციაცია ნებადართვით, სიფრთხილით, შეზღუდვით, ზოგჯერ აკრძალვით, ძალიან იშვიათად და ძირითადი სათქმელით მომაქციე ყურადღება თქვენთვის ყოველდღიური საუბრის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა 2011 წლიდან ჩვენს გადაცემაში გაჩნდა კვებითი რეკომენდაციების კრებითი სურათხატი, რომელსაც თებში ჰქვია და ჩემი თებშის პრინციპით ყოველდღიური რაციონის დაყოფა თქვენთვის გახდა ძალიან ნაცნობი და ამავე დროს ზოგჯერ ჩვეული მოვლენაც, როდესაც ხილსა და ბოსტნეულს ყოველდღიურ რაციონში ნახევარს ვუთმობთ, სულ ცოტა ნახევარს, როდესაც ვითვალისწინებს ცილისა და მარცვლეულ ბურღულეულის როლს, არ გვავიწყდება წყალი და ასე შემდეგ. უფრო მეტიც 2011 წლიდან ჩვენ ისე განვითარდით, რომ მივედით ახალ თებშთან, რომელსაც პლანეტის თებში ჰქვია და რომელიც განსაზღვრავს არაუბრალოდ საკვები პროდუქტების გადანაწილებას, არამედ ჩვენს მსოფლმხედველობრივ დამოკიდებულებას კვებასთან როგორი უნდა იყოს ის 2050 წლამდე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვცდილობთ კვებით გადავიხედოთ მომავალში. რეალურად ჩვენ ჯანმრთელობაზე საუბრით ვიყურებით მომავალში, მაგრამ ამ თებშებზე არ ეტევა ის, რაც ახლა მინდა გითხრათ. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში 784 ადამიანი ძირითადად მშიერია. ამ რეკომენდაციებში არ ეტევა და არ ჩანს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 821 მილიონი ადამიანი პრაქტიკულად მშიერი იძინებს. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით ხშირად ქვეყნდება. უკვე დამზადებული, გადამუშავებული საკვების თითქმის 1/3 ყოველდღიურად ნაგავ საყრელზე აღმოჩნდება. ანუ დამზადებულ პროდუქტებს ადამიანთა გარკვეული ნაწილი ყრის. ანუ ეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი და მე უკვე დავასახელე მილიონობით ადამიანი ძირითადად მშიერია, ან ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი მშიერი იძინებს. როდესაც ჩვენ კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მე უკვე გითხარით, არ ვსაუბრობთ უბრალოდ საჭმელზე. ჩვენ საუბრობთ გაცილებით მეტზე, რაც ადამიანისთვის საზრდოა, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი საზრდო და ამიტომ განსაკუთრებული მადლიერებით ჩვენი გადაცემის გუნდის მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლა საოპერატოროში ზის და თავდაუზოგავად შრომობს, რომ პატარ-პატარა ხარვეზები არ აღმოჩნდეს ჩვენს გადაცემაში. ყველა იმ არაჩვეულებრივ მამაკაც, რომელიც ახლა სტუდიაშია და რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ მათი თვალებით დაგვინახოთ თქვენ, ანუ ჩვენი გადაცემის ოპერატორებს. მე ვეტყვი დიდ მადლობას განვლილი სატელევიზიო სეზონის გამო და თქვენ აუცილებლად გაგახსენებთ, ჩვენი გადაცემა არის ადამიანზე. ჩვენ გიყვებით იმაზე, რაც არის მთავარი ჩვენ საზოგადოებაში ადამიანი და ვიდრე დავასრულებ, მოკლედ გეტყვით, რა არის ადამიანისთვის მთავარი. ადამიანისთვის მთავარია საკუთარი ღირსების განცდა, იმის გააზრება, რომ მისი არსებობა სამყაროში მხოლოდ სიკეთის მომტანი უნდა იყოს და გახადოს თავისი არსებობით უკეთესი სამყარო, ვიდრე მის დაბადებამდე იყო. და ჩვენ ურთიერთთანადგომით მხარდაჭერით შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ და როდესაც საუბრობთ დიაგნოზზე, ჩვენ შევთანხმდით, არასდროს შევხვდეთ დიაგნოზს როგორც განაჩენს. ვისწავლოთ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი დაავადების შესახებ, იმისთვის, რომ მასთან თანაცხოვრება შევძლოთ. როდესაც საკვებზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიკვებებით, საზრდოობთ და არა ვჭამთ მხოლოდ. და როდესაც საჭმელზე ვსაუბრობთ, ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცხოვრობთ და არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. და ბოლოს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და ადამიანის უზენაესობაზე, ჩვენ
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ადამიანისთვის მთავარია იმის განცდა, რომ უყვარდეს და უყვარდეთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გვიყვარდეს იმისთვის რომ გადავრჩეთ. მე სექტემბრამდე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებ.